გამარჯობა. აი, ხომ მქონია მომენტი, როცა რაღაც ძალიან გინდა, მიზანიც კი გაქვს, მაგრამ აი მოქმედების ენერგია ნული. თითქოს სურვილი ადგილზეა, მაგრამ იმ პირველი ნაბიჯის გადადგმა შეუძლებელი გეჩვენება. კი, ძალიან ნაცნობია, მგონი ბევრისთვის. შენ რომ მასალები მომაწოდე, აი ზუსტად მაგ ფენომენს შლის რა, ხსნის თუ რა მექანიზმები დგას ამის უკან ჩვენს ტვინში. საქმე мотивაციას ეხება და ერთ კონკრეტულ ნივთიერებას. ხო, დოპამინს, არა? როგორ ჩანს ეგ არის ჩვენი შინაგანი ძრავა. დღეს გავარკვევთ აბამ როგორ მუშაობს ეს სისტემა, რა ახლობს мотивაციას ისე რომ ვერც ვამჩნევთ და რაც მთავარია როგორ შეიძლება ამის გამოყენება მიზნების მისაღწევად. მზად ხარ? მზად ვარ. მოდი ჩაუღრმავდეთ. კაი, დავიწყოთ ამ დოპამინით. ესე იგი, თავარი ფიგურაა ამ ამბავში. მაგრამ ეს უბრალოდ სურვილი არ არის, ხო, უფრო მოქმედებისკენ ბიძგია თითქოს. ზუსტად. აი, შენს მასალებში იყო ერთი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი თაგვებზე. როცა მათ ტვინში დოპამინის გამომუშავება, დაბლოკეს რა, საკვების სურვილი არ დაუკარგავთ. თუ პირდაპირ წინ დაუდებდი, ჭამდნენ, მაგრამ мотивация რომ თუნდაც ორი ნაბიჯი გადაედგათ საჭმელის ასაღებად, აი სულ გაუქრათ. ვერაფერს ამბობ. ხო, შიმშილით კვდებოდნენ ფაქტობრივად საკვების წინ. წარმოუდგენელია, ესე იგი სურვილი ერთია და მოქმედების ძალა ეგ სულ სხვა რამეა, რასაც დოპამინი განსაზღვრავს. და რა ხდება, როცა მიზანს ვაღწევთ? ის სიამოვნების შეგრძნება, ეგიც ხო დოპამინთანაა კავშირში. დიახ. მიზნის მიღწევისას დოპამინი პიკს აღწევს, მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი. ამ პიკს აუცილებლად მოყვება ვარდნა. თან ეს ვარდნა არაა უბრალოდ ნორმალურ დონემდე, არა, საწყის ნიშნულზე დაბლაც კი ეშვება. და რაც უფრო მაღალი იყო ის სიამოვნების პიკი, მით უფრო ღრმაა ეს ორმო. და დრო სჭირდება ამოსვლას. აი, თურმე რატომ გრძნობთ ხოლმე ერთგვარ სიცარიელეს ან უმოტივაციობას, ხო? დიდი წარმატების ან რაღაც დიდი სიხარულის მერე. მაგრამ ერთი შეხედვით, თითქოს რაც მეტი დოპამინი, მით უკეთესი, მეტი мотивация გვექნება. აქ რაღაც პარადოქსი გამოდის. ნამდვილად. ტვინი სულ ცდილობს ბალანსი შეინარჩუნოს, ჰომეოსტაზი რა. და როცა დოპამინის დონე ხშირად და ძალიან მაღლა იწევს, თქვათ, გემრიელი, მაგრამ არაჯანსაღი საკვები, სოცქსელების სკროლვა, შოპინგი, აზარტული თამაშები, სხვა მსკავსი სტიმულატორები, ტვინი თავს იცავს. ის ამცირებს დოპამინის რეცეპტორების რაოდენობას. თითქოს კარებს კეტავს რა. ანუ ტვინი თავს იცავს ზედმეტი სიამოვნებისგან. სერიოზულად? და რა გამოდის მერე? გამოდის, რომ იგივე დონის სიამოვნების მისაღებად სულ უფრო მეტი სტიმულაცია გვჭირდება და ისეთი ჩვეულებრივი ყოველდღიური რაღაცები, რაც ადრე გვსიამოვნებდა, უფერულდება. ნაკლებ мотивაციას გვაძლევს. ამასთან დაკავშირებით ერთი კლასიკური ექსპერიმენტიც იყო შენს მასალებში. ბავშვებზე ხატვა რო უყვარდათ. კი, ეგ ცნობილი კვლევაა. ბავშვების ერთ ჯგუფს ყოველი ნახატისთვის ჯილდოს პირდებოდნენ და დროთა განმავლობაში ამ ბავშვებმა ხატვისადმი ის ბუნებრივი ინტერესი დაკარგეს. აუ, მართლა? ხო, მეორე ჯგუფი კიდე, რომელიც ჯილდოს გარეშე ხატავდა ჩვეულებრივად, იგივე ხალისით აგრძელებდა. ეს იმას გვაჩვენეს, რომ როცა აქცენტი მხოლოდ გარე ჯილდოზეა, თავად პროცესი, ტვინისთვის შეიძლება ნაკლებად ღირებული გახდეს, თითქმის უსიამოვნოც კი. იმიტომ რომ ის მხოლოდ საბოლოო დოპამინის დოზას ელოდება რა. გამოდის რომ როცა სულ შედეგზე ვფიქრობთ, გზა შეიძლება გაგვიუფასურდეს. აბა რა ვქნათ? როგორ დავიბრუნოთ мотивация ისე რომ სულ რაღაც დოზებზე არ ვიყოთ დამოკიდებული? გასაღები მგონი ჩვენი შინაგანი ჯილდოს სისტემის გადაწყობაშია. მთავარია ვისწავლოთ სიამოვნების მიღება თავად პროცესისგან, მცდელობისგან, არა მარტო საბოლოო შედეგისგან. აი კიდევ ერთი კვლევა იყო ბავშვებზე. იმათ, ვისაც აქებდნენ ნიჭიერების გამო, რთული ამოცანის წინაშე მალე ნებდებოდნენ. ხო. კი, ხოლო ისინი, ვისაც აქებდნენ მცდელობისთვის, მონდომებისთვის, ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ და სირთულეების არ ეშინოდათ. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ ჩვენს ტვინს, რომ თავად მცდელობაც ღირებულია? მაგალითად, საკუთარ თავს ვუთხრათ, ყოჩახ რომ ცდილობ, მიუხედავად იმისა, რომ გეზარება ან რთულია. ზუსტად. აი ზუსტად ეგ. ეს თანდათანობით ტვინს ასწავლის, რომ პროცესიც შეიძლება იყოს ჯილდო.
და გამოიმუშავებს დოპამინს სწორედ მცდელობისთვის. ეს აძლიერებს შინაგან мотивაციას. ერთგვარად, შენივე ტვინის მწვრთნელი ხდები რა. საინტერესო მიდგომაა ნამდვილად. შენს მასალებში დოპამინის დეთოქსიც იყო ნახსენები. ეგ რას ნიშნავს? ეგ არის დროებითი შეგნებული თავშეკავება იმ აქტივობებისგან, რომლებიც დოპამინის ძალიან მაღალ და სწრაფ მატებას იწვევს. სოციქსელები, ტკბილეული, კომპიუტერული თამაშები, უსასრულო შოპინგი და ასე შემდეგ. თუნდაც 30 წუთით თავის შეკავება ასეთი რამეებისგან იმ საქმის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ, რომლის ჩვევად ქცევაც გინდა, ვთქვათ ვარჯიში. ეხმარება ტვინს, რომ ეს ახალი, სასარგებლო აქტივობა არ დაუკავშიროს დოპამინის დაბალ დონეს. ანუ, ვარჯიშამდე რომ არ ვსქროლო, ვარჯიში შეიძლება უფრო სასიამოვნო გახდეს. საინტერესოა. უფრო ხანგრძლივ დეტოქსზეც იყო საუბარი მგონი. დიახ. მაგალითად, რამდენიმე კვინიდან ერთი თვით კონკრეტულ ძალიან მიმზიდველ აქტივობაზე უარის თქმა. ისეთზე, რომელიც ძალიან გსიამოვნებს, მაგრამ არა აუცილებლად დამოკიდებულების გამომწვევი. ეხმარება დოპამინის სისტემას გადაიტვირთოს და მგრძნობელობა აღიდგინოს. საინტერესო ისაა, რომ ამ კუთხით შენი წარუმატებელი მცდელობებიც კი, რამე მავნე ჩვევას თავი დაანებო, შეიძლება სასარგებლო მინი დეტოქსებად ჩაითვალოს ტვინისთვის. მართლა. ესე იგი, დანებებაც არაა ყოველთვის ცუდი. გასაგებია. და მაინც, ბუნებრივად როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ დოპამინის ჯანსაგი დონე ამ ატრაქციონების გარეშე? არის რამდენიმე ბუნებრივი და ჯანსაღი გზა. შენს მასალებშიც ეწერა. მაგალითად, დილით მზის სინათლის ზემოქმედება, თუნდაც 10-20 წუთი. ღრუბლიან ამინჩიც კი მუშაობს. მცირე რაოდენობით შავი შოკოლადი, კოფეინი, ოღონდ ჯობია გაღვიძებიდან ცოტა ხნის მერე, ასე 40-60 წუთში. კიდევ ხავერდის ლობიო, ანუ მუკუნა. ეგ მცენარეა, L-დოპას შეიცავს, დოპამინის წინამორბედს. თუმცა, რა თქმა უნდა, კონსულტაცია საჭირო. ასევე, ცივი შხაპი. ძალიან ძლიერ ეფექტს იძლევა, 250% ზრდის დოპამინს 3 საათით. მაგრამ ხშირად არ შეიძლება. ვაუ, 250%? ხო, მაგრამ იშვიათად. და რა თქმა უნდა, ისეთი მარტივი რამეები, როგორიცაა ჩახუტება, საყვარელი მუსიკის მოსმენა, ბუნებაში სეირნობა. გასაგებია. მაშასე რომ შევაჯამოთ, რა არის მთავარი გზავნილი აქ? ხო, მთავარია მგონი გავიაზროთ, რომ მიზანი არ არის მუდმივი ეიფორია და დოპამინის მაღალი აფეთკებები, არამედ მისი სტაბილური ჯანსაღი დონის შენარჩუნება. ეს კი მიიღწევა პროცესით, სიამოვნების მიღების სწავლით, საკუთარი მცდელობების დაფასებით. ხო. და მიღწეული მიზნების ზომიერად, ბალანსირებულად აღნიშვნით. ეს არის შენი ტვინის ჯანმრთელობის და შესაბამისად მდგრადი мотивაციის საფუძველი რა. და ბოლოს, ერთი საფიქრალი შემთვის. ჩვენ დღეს ბევრი ვისაუბრეთ დოპამინზე, მართლა საინტერესო იყო. მაგრამ ის ხომ ერთადერთი მოთამაშე არ არის შენს კარგად ყოფნაში. შენს მასალებში ბოლოსკენ ნახსენები იყო, რომ ბალანსისთვის სხვა ნივთიერებებიც, აი მაგალითად სეროტონინი, ხო? ბედნიერების ჰორმონი აუცილებელია. იქნებ დაფიქრდე, კიდევ რა ფაქტორები, აი ამ დოპამინის გარდა, განაპირობებს შენს შინაგან მდგომარეობას, კმაყოფილებას და სიმშვიდეს.